თქვენ უკვე გიცრიან. უბრალოდ ჯერ არ შეგიმჩნევიათ. ხელოვნური ინტელექტი გაკიდეს როგორც უვნებელი ასისტენტი, ინსტრუმენტი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ, მუშაობას გაგიხდის უფრო სწრაფსა და ჭკვიანურს, უკეთესსა და ჭკვიანურს. მაგრამ ისინი ჩუმად სწავლობენ, როგორ გააკეთონ თქვენი საქმე. სანამ თქვენ დროს ზოგავდით, ხელოვნური ინტელექტი სწავლობდა, როგორ ჩაგანაცვლოთ. ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელების სურთ შემოიტანონ ეგრეთ წოდებული ინტელექტის ეპოქა, სადაც მანქანები აიღებენ საკუთარ თავზე მთელ რთულ მოსაწყენ და საშიშ სამუშაოს. ადამიანები კი ამ დროს თავისუფლები იქნებიან, რომ ახალი და საინტერესო შესაძლებლობები ეძებონ. მაგრამ ამ ბრწყინვალე დაპირების მიღმა უფრო ბნელი რეალობა იმალება. კულისებში თქვენი უნარები იშლება, თქვენი გამოცდილება უფასურდება. თქვენი მომავალი უკვე დაწერილია და მასში თქვენ ადგილი არ გაქვთ. ეს არის OpenAI-ის ტყუილი და თუ ეს გამოუვათ, მხოლოდ სამუშაო არ შეიცვლება. ეს საზოგადოებასაც დაანგრევს. თავი ერთი რეზიუმეს სიკვდილი. სამუშაო გარემო შეიცვალა, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის უცვლელი იყო: რეზიუმე. ყოველი ხაზი, ყოველი მიღწევა, ყოველი გვიანი ღამე და დილა არის მტკიცებულება იმისა, რომ იბრძოლეთ იქამდე მისაშლელად, სადაც ახლა ხართ. ეს მხოლოდ ქაღალდი არ არის, ეს თქვენი ისტორიაა. თქვენ მას ეკრნობით, რომ კარი გაიხსნას, პატივი დაიმსახუროთ, მიიღოთ ის შესაძლებლობები, რაც დაიმსახურეთ, და ახლა მას საფრთხე ემუქრება. Sam Altman-ი და სხვა Silicon Valley-ის დირექტორები არ ზრუნავენ იმ უნარებზე, რომელთა დაუფლებასაც წლები მოანდომეთ. ისინი მნიშვნელობას დააკარგავენ, როგორც კი ხელოვნური ინტელექტის აგენტები მათ უკვე ისწავლიან. საგნები, რომლებშიც კოლეჯში ათასობით გადაიხადეთ, ვერავის გააოცებს, როცა დიდი ენის მოდელები ნებისმიერ დეტალს ზეპირად იტყვიან მოთხოვნისთანავე. საათები, რომლებიც კორპორატიულ კიბეზე ასვლას დაუთმეთ, არაფერს ნიშნავს ყოლის ჩენძლე და ყოლის მცოდნე ხელოვნური ინტელექტის ფონზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ის ყველაფერს, რასაც თქვენ აკეთებთ, უფრო სწრაფად, იაფად და ეფექტურად აკეთებს. ეს არის მომავალი, რომლის აშენებაზეც OpenAI და სხვა კომპანიები იბრძვიან. თუმცა ისინი ამას ასე არ აღიქვამენ. მათთვის ხელოვნური ზოგადი ინტელექტის, ანუ AGI-ის აღზევება საზეიმო მოვლენაა. ეს მომდევნო დონის ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ დახმარებას არ გაგიწევთ, ის ადამიანივით იფიქრებს. ის უპრობლემოდ გადავა ერთი ინდუსტრიიდან მეორეში, გადაჭრის პრობლემებს და, როგორც თავად OpenAI ამბობს, ადამიანებს გადააჭარბებს ეკონომიკურად ღირებული სამუშაოების უმეტესობაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასაც ადამიანები აკეთებენ, AGI ამას უკეთესად შეძლებს. და ეს არ არის შორეული სამეცნიერო ფანტასტიკა, ეს არის უკუთვლა, რომელიც 2024 წელს დაიწყო. OpenAI-ს სჯერა, რომ მიზანს 2030 წლისთვის მიაღწევს და Sam Altman-ი ამაზე მეტად აღფრთოვანებული ვერ იქნებოდა. საკუთარ manifest-ში, რომელიც ონლაინში გააზიარა 2024 წლის სექტემბერში ბლოგ პოსტით, სახელწოდებით ინტელექტის ეპოქა, Sam Altman-ი ამბობს: ჯერა მომავალი იმდენად ნათელი იქნება, რომ ვერავინ შეძლებს მის სამართლიანად აღწერას ახლა. ინტელექტის ეპოქის გამსაზღვრელი მახასიათებელი იქნება მასიური კეთილდღეობა. ის საუბრობს პრობლემების მოგვარებაზე, რომლებმაც კაცობრიობა თაობების განმავლობაში აწუხებდა, იმ მიღწევებზე, რაზეც კაცობრიობას მხოლოდ ოცნება შეეძლო, კლიმატის კრიზისის მოგვარებაზე, კოსმოსში კოლონიების შექმნაზე, მეცნიერებაში გარდამტეხი აღმოჩენების გაკეთებაზე. ის ასევე ცდილობს დაამშვიდოს ნებისმიერი შიში AGI-სთან დაკავშირებით. ამტკიცებს, რომ ისტორია ყოველთვის ცვლის ძველ სამუშაოებს ახალით, როცა ტექნოლოგია ვითარდება. მაგრამ ამჯერად ეს ასე მარტივი არ იქნება. სამუშაოები არც ჩანაცვლდება და არც დაიკარგება. ისინი უბრალოდ შეიცვლება. ის ამატებს, რომ არ ეშინია, რომ საქმეები აღარ დაგვრჩება, რადგან ადამიანებს თანდაყოლილი სურვილი აქვთ რაღაც შექმნან. ხელოვნური ინტელექტი მოგცემს საშუალებას ჩვენი შესაძლებლობები ისე გავზარდოთ, როგორც არასდროს. Altman-ი კარგად ყიდის თავის ხედვას. მაგრამ თუ დააკვირდებით, ბზარები აშკარად ჩანს. თქვათ, Altman-ი მიიღებს იმას, რაც სურს და AGI აიღებს თავის თავზე ყველა ეკონომიკურად ღირებულ საქმეს. რა მოუვა კურსდამთავრებელს, ოფისის თანამშრომელს, დამწყებ მუშაკს, რომელიც ცდილობს კარიერაში პირველი ნაბიჯი გადადგას. ისინი OpenAI-ის მომავლის ხედვაში აჯდებიან. რადგან თუ მანქანა შეძლებს უმცროსი ასოცირებული ან დამწყები თანამშრომლის საქმეს ბევრად იაფ გააკეთოს, მაშინ ეს თანამშრომელი მელი აღარ არის აქტივი. ის ტვირთად იქცევა. Altman-ი ამას განთავისუფლებად წარმოაჩენს სამყაროდ, სადაც ადამიანები შემოქმედებით საქმიანობას მიყვებიან, ხოლო მანქანები მთელ მოსაწყენ სამუშაოს ასრულებენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ქმნიან ინსტრუმენტს, რომელიც ერთდროულად გააძლიერებს და გადააჭარბებს კაცობრიობას. ხედავ პრობლემას, ეს ორი იდეა რეალურად ვერ თანაარსებობს. ვერ გააძლიერებ მუშას, თუ მის ძირითად უნარებს სრულად მოძველებულს გახდი და ვერ ააშენებ ეკონომიკას, თუ ადამიანებს შემოსავლის მიღების გზებს წაართმებ. OpenAI-ის 2030 წლის AGI-ის პროგნოზი მიუთითებს, რომ შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა უკვე უნდა არსებობდეს, მაგრამ აპარატურა ეს სხვა ამბავია. თავი ორი მათემატიკური მირაჟი. AI სამყარო ცხოვრობს და გვდება მასშტაბირების კანონებით. ძირითადად თუ დაამატებ მეტ მონაცემს და მეტ დამუშავების ძალას, რასაც გამოთვლით რესურს ეძახიან, AI უფრო ჭკვიანი და უნარიანი ხდება. თეორიულად ამაზე ზღვარი არ არსებობს. კომპანიებს შეუძლიათ უბრალოდ განაგრძონ მეტი მონაცემისა და მეტი გამოთვლითი რესურსის მის მიწოდება წელიწადიდან წელიწადში და უყურონ როგორ აღწევენ მათი მოდელები გენიალურობის ახალ დონეებს. OpenAI-მ უკვე ავიარა, რომ AGI-ის შექმნა უზარმაზარ რესურსებს მოითხოვს. Altman-მა ისაუბრა ენერგიისა და ჩიპების დიდი რაოდენობით შეძენაზე, რათა აშენდეს მასიური კომპიუტერული კლასტერები. მიზანია შეამცირონ გამოთვლის ხარჯი იმდენად, რომ ის ფაქტობრივად შეუზღუდავი, უხვი, იაფი და ყველგან ხელმისაწვდომი გახდეს.
კიდევ ერთხელ, ეს იდეალურად ჟღერს, თითქმის უტოპიურად, მაგრამ ეს ილუზია, მიუღწეველი ოცნება. თავისი AGI რევოლუციის გასაძლიერებლად, OpenAI სრულად ერთვება ეგრეთ წოდებულ Stargate-ის პროექტში. ეს არის ერთობლივი საწარმო, რომელიც OpenAI-ისთვის სრულიად ახალ AI ინფრასტრუქტურას აშენებს ASHS-ში. ისინი ითხრებენ თავბრუდამხვევი 100 მილიარდი დოლარის ინვესტიციით გიგანტურ სუპერკომპიუტერების კლასტერში. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია Stargate-ის გრძელვადიანი ხედვისთვის, რომლის საბოლოო ღირებულება 2030 წლისთვის 500 მილიარდ დოლარს მიაღწევს. და ეს იმიტომ, რომ AI დაუკმაყოფილებელია. მას ყოველთვის მეტი უნდა. მეტი მონაცემი, მეტი რესურსი, მეტი ენერგია. ზოგი ექსპერტის თქმით, თუ OpenAI ამ ტემპით გააგრძელებს, მას ყოველ 2 წელიწადში 10-ჯერ მეტი მონაცემი და 100-ჯერ მეტი გამოთვლითი რესურსი დასჭირდება. ეს ნიშნავს მილიარდობით დოლარის დამატებით ჩადებას მონაცემთა ცენტრებში, ენერგიასა და ტექნიკაში. ამასაც კი ყველაზე მდიდარი ეკონომიკები ვერ გაუძლებენ. და OpenAI არც მდიდარი ქვეყანაა, ის არც კი არის მომგებიზიანი ბიზნესი. ამჟამად კომპანია უზარმაზარი დეფიციტით მუშაობს. 2024 წლის შემოსავალი 3.4 მილიარდი დოლარია, ხოლო ზარალი 5 მილიარდი. კომპანია ფულს პირდაპირ წვავს. შედარებისთვის ეს 5 მილიარდი დოლარის ზარალი ტოლია ისეთი ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის, როგორიცაა ლიბერია, სურინამი, გრენლანდია ან რამდენიმე კარიბის ზღვის ქვეყანა. ერთი კომპანია წვავს იმდენ ფულს, რამდენიც მთელი ქვეყნების ეკონომიკას ამუშავებს წელიწადში. ეს არ არის მდგრადი, ეს სასოწარკვეთილებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში, სემ ალტმანი საუბრობდა კიდეც, რომ გლობალური ჩიპების წარმოების ინიციატივისთვის 7 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო. ეს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 7%-ს შეადგენს. ეს ყველაფერი მილიარდების დახარჯვა, სუპერკომპიუტერების აშენება, ენერგიის მოხმარება, იმ იმედით, რომ ეს საკმარისი იქნება AGI-ის მისაღწევად. და შემდეგ როგორღაც ის შექმნის იმდენ სიმდიდრეს, რომ დააბრუნოს ეს მილიარდები და კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია. ეს არის აზარტული თამაში, როგორიც მსოფლიოს არასდროს უნახავს და რომელიც სილიკონის ველზე ძალიან უყვართ. ტექნოლოგიური ინდუსტრიის ნაწილი მუშაობს ბლიცკალირების პრინციპით. ეს არის იდეა, რომ თავიდან ფულს კარგავ, რათა შექმნა პროდუქტი და დაიკავო ბაზარი. იმედი ისაა, რომ ერთ დღეს ფასებს გაზვდი და მოგებას მიიღებ, როცა საწყისი ქაოსი დასრულდება, მაგრამ ფიზიკის კანონებს ბლიცკალირებით ვერ გადალახავ. ეს ფიზიკურ სასწაულზეა დამოკიდებული. იდეა, რომ მაღალი დონის ნახევარგამტარები და გამოთვლითი რესურსები 10-ჯერ გაიზრდება 10 წელზე ნაკლებ დროში, არარეალურია და ეს არასდროს მოხდება. და ჩვენ ჯერ კიდევ არ შეგხვებია AGI რევოლუციის ენერგეტიკულ მოთხოვნებს. თავის 3 ციფრული ღმერთის ენერგიით უზრუნველყოფა. თუნდაც აშენდეს მასიური კლასტერები, რომლებიც AGI-ს სჭირდება, როგორ უნდა უზრუნველყო მათი ენერგიით მომარაგება. ციფრული სამყარო სულაც არ არის უწონო. ეს დამოკიდებულია აპარატურაზე, რომელიც უნდა იყოს შეერთებული და ენერგიით მომარაგებული. მხოლოდ მასშტაბზე, რომელიც მილიონობით ჯერ უფრო დიდია. შეფასებულია, რომ ერთი chat GPT-ის მოთხოვნა დაახლოებით 10-ჯერ მეტ ელექტროენერგიას იყენებს, ვიდრე Google-ის ძიება. ეს დაახლოებით იგივე რაოდენობის ენერგია, რაც საჭიროა პატარა LED ნათურის 20 წუთით გასანათებლად. ეხლა წარმოიდგინე ეს მასშტაბურად. გადაიტანე ეს მილიარდობით მომხმარებელზე, მილიონობით მოთხოვნაზე, ხოლო საათში. შედეგი ენერგიის მოთხოვნა, როგორც მსოფლიოს ჯერ არ უნახავს, ბევრად მეტი ვიდრე დღევანდელი ელექტროსისტემა შეძლებს. რენე ჰასი, ბრიტანული ნახევარგამტარებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიზაინის კომპანიის ARM Holdings-ის აღმასრულებელი დირექტორი, მიიჩნევს, რომ ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრები 2030 წლისთვის ASHS-ის მთლიანი ენერგიის მიწოდების 25%-მდე შეიძლება მოიხმარო. ამ ეტაპზე ხელოვნური ინტელექტი ამერიკის ენერგიის მხოლოდ 4%-ს იყენებს. სხვა ექსპერტებიც ეთანხმებიან ამ მოსაზრებას და ამტკიცებენ, რომ ASHS-ის ენერგოსისტემის სიმძლავრის დაახლოებით 20%-ით გაზრდა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ხელოვნური ინტელექტის მუდმივად მზარდ ინდუსტრიას აუწყოს ფეხი. რეალურად ეს იმას ნიშნავს, რომ ASHS-ს მოუწევს თავისი ენერგოსისტემისთვის ისეთი დიდი ევროპული ქვეყნის, როგორიცაა გერმანია, სრული ენერგოსიმძლავრის დამატება 10 წელზე ნაკლებ დროში. კიდევ ერთხელ, ეს უბრალოდ ამბიციური კი არ არის, არამედ შეუძლებელია. ელექტროსადგურები ერთ ღამეში არ ჩნდება. ვირტუალური რეაქტორები, რომლებიც ერთადერთი ნახშირბად მიუმართავი წყაროა, რომელსაც ასეთი მასშტაბური ენერგიის მიწოდება შეუძლია, აშენებას 10 წელზე მეტი სჭირდება, ზოგჯერ კიდევ უფრო მეტიც, რეგულაციების, დაგვიანებებისა და მოულოდნელი სამშენებლო სირთულეების გამო. ტექნოლოგიური მილიარდერები ამას კარგად იციან, მაგრამ ასევე, როგორც ჩანს, სჯერათ, რომ წესების მოღუნვა ან დარღვევა შეუძლიათ, რათა მიიღონ ის, რაც სურთ. Microsoft-იც ცდილობს ხელახლა აამოქმედოს 3 Mile Island-ზე არსებული ვირტუალური ელექტროსადგურის პროექტი, რათა დააკმაყოფილოს ხელოვნური ინტელექტის გაუმაძღარი მოთხოვნილება. ეს კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ნაბიჯია. ეს ნათელი ნიშანია იმისა, რომ თუ არ იქნება უზარმაზარი კერძო ენერგომომარაგება, ინტელექტის ეპოქა 2030 წლამდე ვერ დადგება და ელექტროენერგია ერთადერთი პრობლემა არ არის.
ერთ მონაცემთა ცენტრს სჭირდება მილიონობით მაღალი ძაბვის სპილენძის კაბელი და უზარმაზარი ელექტროტრანსფორმატორები. გლობალური სპილენძის მიწოდების ჯაჭვი უკვე გადატვირთულია სხვა ინდუსტრიების და ელექტრომობილების ზრდის გამო. ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ ის სრულ სიმძლავრეს მიაღწევს 2020-იანი წლების ბოლოსთვის. თუმცა მაინც გლობალურ მოთხოვნას მინიმუმ 10%-ით ჩამორჩება. მსოფლიოს ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი ნედლეული AGI-ს განვითარებისთვის. ეს ვარაუდი კი არა, ფაქტია. ვაცლავ სმილი ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკის ექსპერტია მსოფლიოში. მან 10 წლეულები გაატარა ენერგეტიკული გარდაქმნების შესწავლაში და ზუსტად იცის, რამდენად ნელია ეს პროცესი. ეს პროცესი წლები კი არა, თაობები გრძელდება. როგორც სმილი გვაფრთხილებს, სილიკონის ველის თვითგამოცხადებული სამყაროს ბატონები აღმოაჩინეს, რომ ენერგეტიკული გარდაქმნები იმ დროითა და ტექნიკური შეზღუდვებით მიმდინარეობს, რომლებიც მათ ძალებს აღემატება. მაგრამ თუ სემ ალტმანი და OpenAI იციან, რომ ენერგეტიკული რევოლუციის ფულით დაჩქარება შეუძლებელია, რატომ აგზელებენ 2030 წლის დაპირებას? რისთვის ემზადებიან ისინი ამ ინფრასტრუქტურული რბოლით? თავი 4 გამოთვლითი ელიტა. აქ იწვება შემაშფოთებელი ნაწილი. ისტორია გვიჩვენებს, რომ როდესაც წარმოების ახალი საშუალება ჩნდება, ძალაუფლება იშვიათად ვრცელდება. ის ვრცელდება, ის რამდენიმე ადამიანის ხელში რჩება. ორშლის ეპოქას თავისი ფოლადის მამები ხალდა, ინტერნეტის ეპოქას ინტერნეტ პროვაიდერები მართავდნენ. ეხლა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ძალაუფლება ვეღარ გაიზომება ნავთობის ბარელებით ან დოლარებით. ის გაიზომება ფლოპებში, წამში შესრულებული მცურავი წერტილის ოპერაციებით. ვინც გამოთვლით რესურსს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალსაც. და ეს ნიშნავს, რომ ახალი ელიტარული კლასი დაიბადება, ეგრეთ წოდებულ გამოთვლითი არისტოკრატია. ლეოპოლდ აშენბრენერი, OpenAI-ის ყოფილი მკვლევარი განგაშტეხს. ანგარიში სახელწოდებით სიტუაციური ცნობიერება იერება, ის აღწერს ხელოვნური ინტელექტის რბოლის უკან დგომ შემაშფოთებელ გეოპოლიტიკურ რეალობას. ის აფრთხილებს, რომ AGI-ის ფიზიკური მოთხოვნები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრესი კომპანიების მცირე ნაწილი შეძლებს მონებს მონაწილეობას. და ეს არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ უკვე ხდება. აშენბრენი ამბობს, რომ 27 ან 28 წლისთვის საბოლოო ეტაპი დაიწყება. 2829 წლისთვის კი ინტელექტის აფეთქება უკვე დაწყებული იქნება. 2030 წლისთვის ჩვენ მოვიხმობთ ზეს ინტელექტს მთელი თავისი ძალითა და შესაძლებლობებით. აშენბრენერის სიტყვებით, იმის რისკი, რომ ყველაფერი კონტროლიდან გამოვა, მუდმივი იქნება. ანალიტიკოსებს ეშინიათ სამყაროსი, სადაც ესეთი დიდი ძალა მხოლოდ რამდენიმე მეგაკორპორაციის ხელშია თავმოყრილი. თუ OpenAI-სა და სხვა ტექნოლოგიურ გიგანტებს წარმატება ექნებათ, ისინი თავად ინტელექტის წარმოების საშუალებასაც კი გააკონტროლებენ. და ჩვენ არასდროს გვინახავს რამე მსგავსი. რაც უფრო ჭკვიანი ხდება ეს ტექნოლოგია, მით უფრო ძვირი ჯდება მისი გაწვრთნა და შენარჩუნება. ეს კი მხოლოდ ზრდის შესვლის ბარიერს. შედეგი იქნება ერთგვარი ფეოდალური სისტემა. ყველას, ვისაც ბიზნესის წარმოება ან სერვისის შეთავაზება მოუნდება, მოუწევს ინტელექტის დაქირავება. გამოთვლითი არისტოკრატიისგან, რადგან ვინც ფლობს იმ ინტელექტს, რომელიც შრომას ანაცვლებს, ის ფლობს კაცობრიობის ეკონომიკურ პროდუქტსაც. ეს სრულიად ეწინააღმდეგება OpenAI-ის თავდაპირველ დაარსების ფილოსოფიას. კომპანია დაიწყო როგორც არაკომერციული ორგანიზაცია. მისი ქარტია მიზნად ისახავდა, რომ AGI-ის სარგებელი მთელი კაცობრიობისთვის ყოფილიყო ხემისათვისოდომი. მან დააპირდა გახსნილობას, გამჭვირვალობას და უსაფრთხოების ზომებს ყოველ ნაბიჯზე. ეს ქარტია შეიცვალა. კომპანია გადაკეთდა კომერციულ ორგანიზაციად. უსაფრთხოების ზომები აღარ არსებობს. მათი მისია აღარ არის კაცობრიობის გაუმჯობესება. ეხლა ყველაფერი მოგებაზეა დამოკიდებული და ეს ყველაფერზე მეტად აჩვენებს OpenAI-ის AGI-ის ტყუილის არსს. ის ამტკიცებს, რომ ეს ტექნოლოგია იქნება საზოგადოებრივი სიკეთე, რომის ყველასთვის ნათელ და უფრო კეთილდღეობით სავსე ეპოქას მოიტანს. ამასობაში OpenAI რეალურად აშენებს საკუთარ კერძო ციხესიმაგრეს და გასაღებს აგდებს. თავი 5. Corporate sovereignty, AGI ეპოქის საბოლოო მიზანია საზოგადოების ისეთი გადახალისება, როგორიც ჩვენ ვიცით. ალტმანი უნდა, რომ ხალხმა ირწმუნოს, თითქოს ეს ყველაფერი კეთილი განზრახვებით კეთდება. მან არაერთხელ ისაუბრა უნივერსალური საბაზისო შემოსავლის პერსპექტივაზე. ეს იქნებოდა აშკარა ანტიდოტი მასშტაბური სამუშაო ადგილების დაკარგვისა და უმუშევრობის რისკის წინააღმდეგ, რასაც ჰიპერინტელექტუალური AI გამოიწვევს. მაგრამ ეს ლოგიკა მცდარია. თუ AGI ჩაანაცვლებს ადამიანურ სამუშაო ძალას, ყველა დემოკრატიული ქვეყნის საგადასახადო ბაზა დაინგრევა. ადამიანური შემოსავლის გარეშე არ იქნება გადასახადებიც. გადასახადების გარეშე მთავრობებს არ ექნებათ ფული, რომ მილიონებისთვის უნივერსალური საბაზისო შემოსავალი უზრუნველყონ. ამის ნაცვლად ძალაუფლება კიდევ უფრო კონცენტრირებული გახდება. და ეს არ იქნება მთავრობა, რომელიც შენს საბაზისო შემოსავალს გადაგიხდის. ეს იქნება კორპორაცია. იგივე კორპორაცია, რომელსაც ეკუთვნის ალგორითმი, რომელმაც შენ ჩაგანაცვლა. ეს არის ალგორითმული ფეოდალიზმის განსაზღვრება. ეს საშიში, მაგრამ რეალისტური პერსპექტივაა. საზოგადოებას არ შეუძლია გენერალური დირექტორების არჩევა. მათ არ შეუძლიათ გავლენად მოახდინონ შავი ყუთის ალგორითმებზე. დემოკრატია დამოკიდებულია ხალხის ეკონომიკურ დამოუკიდებლობაზე. მაგრამ, როდესაც ადამიანები მთლიანად დამოკიდებულნი არიან კორპორაციულ სუბიექტებზე, რომლებმაც მათ ოჯახის გამოსაკვებად საჭირო ფული უნდა მისცენ, ისინი აღარ არიან ეკონომიკურად დამოუკიდებლები. ისინი ქვეშევრდომები არიან. OpenAI ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი იმუშავებს.
ალტმანი საუბრობს სამუშაოების შეცვლასა და ახალ შესაძლებლობებზე, მაგრამ დეტალებში არ შედის. ის არ ხსნის, რატო უნდა გადაწყვიტოს მოგებაზე ორიენტირებულმა კორპორაციამ, რომ უბრალოდ დათმოს თავისი მთავარი ძალისა და შემოსავლის წყარო. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ალტმანის ინტელექტის ეპოქის მანიფესტი უგულებელყოფს ერთ ფუნდამენტურ საკითხს: ხალხსა და ძალაუფლების მქონეებს შორის არსებულ მრავალწლიან სოციალურ კონტრაქტს. ის ვარაუდობს, რომ თქვენ უბრალოდ შეეგუებით საკუთარი მოქმედების უნარის დაკარგვას, რომ უბრალოდ თავს დაუქნებთ და გაიღიმებთ, როცა თქვენეცა თქვენი კარიერა, პირადი ცხოვრება და დემოკრატიული უფლებები წაგერთმევათ სუპერინტელექტუალური ხელოვნური ინტელექტის აგენტების სახელით. საზოგადოება თავიდან იცვლება არა არჩევნებით ან რეფერენდუმებით, არამედ ციფრული ღმერთის ძიებით. Stargate-ის პროექტი, 7 ტრილიონი დოლარის ჩიპების გეგმა, ენერგიის გამომაძღარი მოთხოვნა. ეს ცალკეული მოვლენები არ არის. ეს ყველაფერი ახალი მსოფლიო წესრიგის ჯაჭვის რგოლებია. სამყაროსი, სადაც ინტელექტი ცენტრალიზებულ საქონლადაა აქცეული, სადაც ადამიანური შრომა მოძველებულია და კომპიუტერული არისტოკრატია ყველაფრის მეფე და დედოფალია. AGI-ს ტყუილი ის არ არის, რომ ეს ტექნოლოგია არ იმუშავებს. ტყუილი ისაა, რომ თითქოს ეს შენთვის შენდება. ეს ტექნოლოგია ხალხისთვის არ იქნება, ის მათ შესაძლებლად იქნება. მნება. ერთადერთი დარჩენილი კითხვა ასეთია: არსებობს რაიმე გზა, რომ ეს შევაჩეროთ? OpenAI AGI-ის შესაქმნელად იმაზე სწრაფად მიიჩქარის, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, მაგრამ ამისთვის საჭირო რესურსები კომპანიას ზღვარზე აყენებს. როცა ამბიცია რეალობას უსწრებს, შედეგი შოკის მომგვრელია და ამ კოლაფსის სრული მასშტაბი იშლება. და OpenAI მილიარდებს კარგავს. ChatGPT განწირულია.